და პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად გრძელდება ყველაზე მასშტაბური პროტესტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ახალი არჩევნების დასანიშნად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოლიგარქიული რეჟიმისთვის მიცემული ვადის ამოწურვასთან ერთად საზოგადოება სულ უფრო მწვავედ გრძნობს ბრძოლის აუცილებლობას და არ აპირებს საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას. დღესაც სახალხო პროტესტის 27 დღეს ათასობით ჩვენი თანამოქალაქე სწორედ რუსთაველზეა შეკრებილი. რა ხდება ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ამის შესახებ ნათია ტრაპაიძე ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. პროტესტის 27 საღამო რუსთაველის გამზირზე მიზანმიმართული თუ ტექნიკური ხარვეზით დაიწყო იმ დროს, როდესაც ადამიანების ის რაოდენობა შეიკრიბა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გზის გადასაკეტად იყო საჭირო და აუცილებელი, ჩაქრა განათებები, საახალწლო განათებებს გულისხმობ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვარსკვლავები არც იმციმებდნენ რუსთაველის გამზირზე. მოგვიანებით განათება ჩაირთო და ეს გამორთული იყო ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა დგას აგერ უკვე 27 საღამო, ანუ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ცისფერ გალერეამდე. ახლა განათება ჩართულია, მაგრამ ზოგიერთ ადგილას მაინც ეს ვარსკვლავები ჩაბნელებულია, რაც აქ მყოფებს დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში უჩენს ეს, რომ შესაძლოა ან განზრახ გამორთეს, ან მართლა იყო ეს ტექნიკური ხარვეზი. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, 27 საღამო ადამიანები რუსთაველის გამზირზე გამოდიან, ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რას აკეთებს ქართული ოცნება და როგორც ცდილობს მოსახლეობაში პროტესტი გაანელოს, ეს პროტესტი არ ნელდება, რადგან ამ პროტესტის მამოძრავებელი შეიძლება ითქვას არის ის ბრაზი, რომელიც სწორედაც რომ ივანიშვილის გუნდის ქმედებებიდან არის განპირობებული და ადამიანები ამბობენ, რომ რამდენიც არ უნდა დაჭირდეს მათ მიზნამდე ბრძოლას, ისინი იქნებიან ქუჩაში და იბრძოლებენ საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მოთხოვნები კი უცვლელია ახალი არჩევნები, ისეთი როგორცაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ანუ სამართლიან გარემოში და დემოკრატიული პრინციპებით ჩატარებული და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც ივანიშვილმა საკუთარი გუნდის ტყვეებად აქცია. პირველ რიგში ხალხი ირჩევს ახალ არჩევნებს, უნდა რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და წესიერად ჩატარდეს და ეს არალეგიტიმური ხელისუფლება აუცილებლად უნდა გადადგეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის კანონდარღვევა კონსტიტუციურად, რომელიც არ იცავს ხალხის უფლებებს და ყოველნაირად ეწინააღმდეგება ხალხის უფლებებს რა პირველ რიგში. ხო და მინდა კიდევ თქვა ის, რომ ჩვენ ყველანაირი ხალხი ვდგავართ აქ რა, მარტო იმის მომხრე, ამის მომხრე და ვიღაცის პარტიის მომხრე კი არა. ყველა ხალხი ვდგავართ აქ და ყველა ერთ აზრზე ვართ რა, რომ გვინდა ახალი არჩევნები და გვინდა რომ ნორმალურად ჩავატაროთ ეს პროცესი. სხვა გამოსავალი არ არსებობს, აი ესე ვუყურებთ, ანუ ან ყველაფერი ან არაფერი, ეს დევს სასწორზე, ან ჩვენი ქვეყანაში დარჩენა არ დარჩენა, ჩვენი გულისხმობ ახალგაზრდების, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების, რომლებსაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და დარჩენა და განვითარება. სასამართლო არ არსებობს, ჩამოშლილია მთავრობა, ეს არ არის მთავრობა, რასაც ახლა აკეთებენ, ამიტომ ერთი რამის თქვა შემიძლია მე ხლა რომ ახალი საზოგადოების ფორმირების მომენტში ვარ. მოხარული ვარ მე და სულ ყველა და მე ვფიქრობ, რომ ახალ წელს შევხვდებით ახალი დაბადების დღეს. ახალი საქართველო უკვე დაიბადა და ყველას მიულოცავთ, ალბათ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ყველა თაობა ერთად ავართ, მაგრამ ახალგაზრდობა მაინც რაღაც სასაული მოახდინა. ამიტომ ბრწყინვალე ახალგაზრდობაა და ზუსტად ამ ბრწყინვალე ახალგაზრდობის ფონზე ყალიბდება ახალი საქართველო. მე ვდგევარ აქ აი ამ ბავშვების დასაცავად. მთავარი სიტყვა ბავშვებზეა, აი ამ ახალგაზრდებზეა, რა თქმა უნდა. მე უნდა მათ დავეხმარო და მაქსიმალურად ვიხარჯები. ყოველდღე ვარ აქ, ყოველდღე ვცდილობ რომ გავამხნევო ისინი. რამაძლებინებს ის, რომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ უსამართლობამ არ უნდა გაიმარჯვოს და ვერც გაიმარჯვებს. ალბათ მივახწევთ ყველაფერს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. პროტესტი გრძელდება, რუსთაველზე მყოფები ამბობენ, რომ მათ გააზრებული აქვთ რისთვის იბრძვიან, შესაბამისად არ დაიღლებიან და მომდევნო დღეებშიც გამოხატავენ საკუთარ პროტესტსა და ბრას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მომდევნო დღეებში კიდევ არაერთი მარში და მსვლელობაა დაგეგმილი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები, თუმცა მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება 28 დეკემბერს, შაბათს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთიან ჯაჭვში ჩაებმევიან.